მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. ჩემო მონატრებულებო, როგორ ხართ? აბა ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. მართლა ძალიან მომენატრეთ, ჩემო საყვარლებო. მოკლედ, თუ არ ჩნდები ხოლმე, ხვდება მესიჯები და ძალიან მიხარია და პირადში მწერენ, რომ თეკო სად დაიკარგე, რა ხდება, მართლა მესმის ყველანაირად ჩემო კარგებო, მაგრამ ვინც ჩემთან უკვე კონსულტაციაზეც ნამყოფია, ვისაც ჩემთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ყველა მიცის, როგორი გადარბენები აქვს მოსწავლეებთან ცალკე და პლუს წმენდები, რომელიც აპრილიც უკვე თითქმის ჩავხურე, აპრილიც გადავსებული მაქვს, არ ვიცი, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, რამდენ შევძლებთ დავამატო და რამდენს არა, ფიზიკურად TikTok-იც გავაკეთე, მაგრამ როგორც თქვენთან არ ჭიმდა, როგორც თქვენთან წერ ვიდეოს, დღეების შუალედში წერ იქაც. არ გიგონოთ, რომ მე TikTok-ზე ყოველ დღე ვდივ და არა, აგერ 6 დღე გავიდა, 6 დღე არ ჩამიწერია TikTok-ზეც. მართლა, ანუ ფიზიკურად ვეღარც გიხწერთ, იმიტომ რომ ხმაზეც მეტყობა ალბათ. ხმაც აღარ შემწევს, წმენდები, მოსწავლეები სადღაც განთენიას გამოვდივარ ხოლმე ოთახიდან. სამსახურებზე აღარ ვცხოვრობ, სამსახური ცალკე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცი, ვინც წერენ კი ბატონო ყოველდღიურად, ალბათ იმათ ძალიან უფრო მეტად, მაგრამ მესმის, გვჭირდება საჯარო გაშლები, მესმის გვჭირდება და ნერვიულობ დღელავთ თქვათ, იმიტომ რომ ვინც ჩემს ხმას და ინტუიციებს და აი ამ შეგრძნებებს მიჩვეულია, რა თქმა უნდა ძნელია, რომ ესე ვიკარგები, მაგრამ მე არც მეზარება რომ აგიხსნათ, ჩემი რეჟიმი და რუტინიდან გამომდინარე, საკუთარი შვილებიც კი ალბათ რამდენიმე საათი მხედავენ, ის რამდენიმე საათიც ოთახში ვარ, იმიტომ რომ სამსახურის მერე მე რო შემოვალ, შუაღამის ალბათ 3-4 საათზე ვასრულებ, ფიზიკურად ღამე მძინავს ალბათ 3-4 საათი. სამაგიეროდ მე პირადად გეტყვით, კმაყოფილი ვარ, რა შედეგებიც დავდეთ, ადამიანები, რომლებიც მესამე პირები არიან, ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ანგრევენ ორი ადამიანის ურთიერთობას, ურთიერთობებს, რომლებიც ცალსახად უკვე დაალაგებული წლების პარტნიორული, ცოლქმრული და აი ესე უტიფრად, აი როგორ გითხრათ, გაბოროტებულად ერთვებიან მათ ურთიერთობებში და თვალსა და ხელშუა ფუკასავით აცლიან როგორც შვილებს, საყვარელ ქალს აცლიან შვილებს, ასევე რა თქმა უნდა, ვინც აღარ დავასახელებ ხო ახლა არ მინდა რომ არაკორექტული ვიყო, კი ხვდებით მესამე პირად, ვისაც მოვიხსენიებ, სამწუხაროდ ყველაზე დიდი მუშაობა წმენდებში და ლოცვებში ძირითადად მესამე პირებთან ომია. პირდაპირ გეუბნებით, ომში ვიმყოფები მარტი და აპრილი. ძალიან მინდოდა შემედარებინა ეს ყველაფერი, აი, რასთან შევადაროთ, ვფიქრობ, აი ეს პროცესები და ომი. მეტი სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. კი ბატონო, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მარტო წმენდებზე არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მესამე პირის დაბლოკვა, ჩამოშორება, ადამიანები, რომლებიც სუდად კიდევ მე რომ შავ მაგიასთან შეხება არ გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც ვხედავ, რომ ნამდვილად წლების განმავლობაში ერთად არიან და უცბად აი ესე ვიღაცა გამოვარდება და ესე აცლის და მიყავთ. ასევე მეგობრები, რომლებიც დაქალებს ართმევენ და რა ვიცი, კიდე ახლობლები და ნათესავები და ანუ გულახდილად გითხრათ, ალბათ ჯერ რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ მე რამე პირადზე ვიფიქრო, ჯერ ისედაც ხო ცოტა არ გავიარე ჩემი ცხოვრება, ვინც იცით, საკმაოდ რთული დღეები მაქვს გამოვლილი და წლები. მაგრამ ალბათ ამ ყველაფრის მერე არ ვიცი რა დამსახურება უნდა კონდეს იმ ადამიანს, მე რო გადაწყვეტილება მივიღო მე პირადი კონსულტაციების დროს და წმენდების და აი ამ უკვე ვისაც ჩამოშორება ჭირდება, ბლოკები ჭირდება, ხო? მესამე პირის ჩაკეტვები გჭირდება, რასაც მე ყველაფერს უყურებ. მართლა შოკში ვარ, მართლა გაოცებული ვარ და მე იმ ადამიანების, თითოეული ადამიანის ტირილი, თითოეული ადამიანის, აი ვერც გეტყვით, როგორი მე კი არ ვიმჩნევ, მე მიხვდებიან ახლა ვიზეთ საუბრობ,
როდესაც მირეკავენ და ტირიან, რომ ხო, ესე ცუდად ჩაერთნენ და აი ესე წაართვეს კაცის, დედამ წაართვა შვილი ამ ქალს, ხო ან პირიქით, მყავდა კიდე ძალიან ბევრი მამაკაც პაციენტი, რომელსაც შეყვარებული წაართვა დედამ. აი პირდაპირ მნიშვნელობით ვიღაცა ფულიანზე უნდა გაათხოვოს. ნუ მე ჩემთან უკვე ისეთი მდგომარეობაა და ისეთი ხალხი მოდის და მართლა ისეთი გასაცდავებული, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მე ის მომენტი მიხარია, რა თქმა უნდა, რომ გამოდიან სიტუაციებიდან და უკვე ნელ-ნელა წინ მივდივართ, მაგრამ აი ეს პროცესები რაც გავიარეთ, მე არ შემეძლო რომ ამ თემაზე არ მისაუბრა და ისე არ დამეწყო ვიდეოს მე ვერ ჩავწერდი. მე ფაქტიურად გიყვებით აი თვეების ომს, რასაც მე გავდივარ. მაგრამ მე მათი სიტყვები, იმათი თითოეული ხმოვანები, მე ახლა არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ დადებენ ხოლმე. ჯერ არასწორად მიმაჩნია საქვეყნოდ, რომ დადებენ პირადში მოსული ადამიანმა, ani ნერვიულა, ani ტირა შემოგჩილა და შენ გახარ და აქვეყნებს, როგორ შეიძლება, ეს არის პირადი ინფორმაცია და ჩემგან არც ერთი პირადი ინფორმაცია არ გავა. ერთადერთი არის პირადში, კი ბატონო, რომ წერენ, რომ აი ვთქვათ, აი რა შედეგი, როგორ და რანაირად წმენდების შედეგები, კი ბატონო, ამასაც ჩაგიყრით. მაგრამ იმ ადამიანების ცრემლები, რომლებსაც განსაკუთრებით ეს თვეები ავუყურებ და რა მდგომარეობიდან ვცდილობ, რომ გამოვიყვანოთ ეს ხალხი, არ ვიცი, რომ გონია, რომ სუმცირედი 1% მაინც დაიკლოს იბოროტე, რომ გონია, რომ 1% პირიქით 100% მომატებულია. იმდენად საშინელი სიტუაციაში ვიმყოფებით და მე მართლა მეტირება, აი ვაღიარებ, რომ მეტირება. გუშინ ერთ-ერთ პაციენტზე ზუსტად ამ გოგონას ასე წაართვეს 5 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, 5 წლიანი, ასე ვთქვათ, თანაცხოვრების შემდეგ ეს მამაკაცი და მე მისი მისმა ტირილმა როგორ იტანჯება, კი, უკვე მუშაობთ, რა თქმა უნდა და აუცილებლად მოიგება გონს ეს ბიჭით, რა თქმა უნდა, მოვა მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია მესამე პირებს, ასე ვთქვათ, ჩიხში ვაგდებთ და ვბლოკავთ, როგორც, რა საქმესაც როგორ ჭირდება, მაგრამ მე იმათი ხმა, ალბათ, არც გადამევა არასდროს გონებიდან რამხელა სტრესს და ტრაგედიებს გადიან. მე მართლა შოკში ვარ, ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი, შეიძლება მთელი ვიდეო რომ ამაზე საუბარი მომიწიოს, მაგრამ მე რა ეს არ მეთქვა, აი როგორ ავხსნა, იცით როგორ ვარ? ხო ძლიერი, კი ბატონო, ხო ყველანაირად გორჩქით გავართ და გეხმარებით, ხო ვისაც ის პრობლემები აქვთ, მაგრამ მე რომ მარტო ვრჩები ჩემ თავთან, ბევრჯერ რო არ მოგატყოთ, დამამშვიდებელი დამილევია და გულის ვალერიანკები და ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ. ვინ მოგცა უფლება ადამიანმა, ორმა ადამიანმა, რომელმაც ერთმანეთი იპოვა. ორმა ადამიანმა ეს მხოლოდ არ არის სექსი, ჩემოკარგებო. სექსი შეიძლება გახვიდე და ვიღაცასთან უბრალოდ მოგეწონოს და ვიზუალურად და გქონდეს. ეს რა უფლება გაქვთ ადამიანები, რომლებიც სულიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. თქვენ მიდიხართ ფუკასავით აცლით და მიყავთ. იგივე გავიარე მე. მე ვერ მოგატყუებთ, მეც იგივე გავიარე, ოღონდ ეს ხო 4 წლის წინ. მაგრამ მე გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მე მაშინ ტაროსთან არ მეგობრობდი, სწორედ ჩემი ოჯახის დანგრევა გამოიწვია ტაროსთან დამეგობრება, მაგრამ მე დღეს ვთვლი, რომ ზუსტად სწორ ადგილას ვარ, სამაგერო ცხობს ვეხმარები. ნუ ხა ეს ჩემი წარსული თემაა და ეს ამას მე აღარ ვეხები. მაგრამ არ დავუშვებ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც იგივენაირად, ჩემნაირად ემართებათ, მე დაუშვა ის, რომ ვიღაცა ისე მსგავსად მოიქცეს და წაართვას. ამიტომ არ გვაქვს უფლება ორი ადამიანი, რომელიც სულიერადაც და ხორციელადაც და ფიზიკურადაც თლიანად ცნობენ ერთმანეთს, შენ მიხვიდე და აართვა და წაიღო. მართლა შოკში ვარ. გულახდილად გითხრათ, კი ბატონო, ეხლა ვიდეოებს ტვირთავენ ყოველ დღე ტაროლოგები, ატვირთონ ვინც უნდა, მე მირჩევნია, ავტვირთო 10 დღეში ერთხელ, მაგრამ შინაარსობრივი იყოს ვიდეოსთან ერთად, აი ეს გავშალო და აგიტვირთოთ, თუ შინაარსობრივად არ გეტყვით, რა ხდება საერთოდ, ესე მე რა გამოდის, რომ მიგიჯაჭოთ? და ყოველდღიურად ჩემზე იყოთ დამოკიდებულები და ხვალ თხოვდები, დღეს თხოვდები, ხვალ ნიშნობის ბეჭედს გიკეთებს და ზეგ რა ვიცი.
ცოლს შორდება და შენთან მოდის? ეს ხო ზღაპარია. აზრი ხო უნდა კონდეს მე როდესაც ტაროს ვშლი. მარტო ტაროს არ ვშლი, მე ფსიქოლოგიური საუბრები ძალიან მალე უკვე ჩემი კაბინეტიც მექნება, ნუ რა თქმა უნდა დრო მჭირდება ამას ყველაფერს შეგატყობინებთ. ოფიციალურად ფსიქოლოგიური კაბინეტიც მექნება, ოღონდ შემდგომ. ვინაიდან გრძნობ რომ მარტო ტაროთი არ სჭირდებათ დახმარება და ესე ლოცვებით კიდე სხვა საუბრები ჭირდება ამ ხალხს. იმ ხელა სტრესს გადიან. მაქსიმალურად შევეცდები მერე კიდე მეტად დაგეხმაროთ, მაგრამ ეხლა ამ წუთას მე აგიტვირთოთ ყოველ დღე, დღეს მოვარდა, დღეს ყვავილებს სიყვარულის დღე თენდება, ხო, ხვალე ჩემო ძვირფასებო. და რამდენი ტირის ზუსტად ვიცი, რამდენი მომწერს ეხლა ამ ვიდეოს მერე. მაგრამ მე როდესაც ვიდეოს როდესაც პირად კონსულტაციებში მყავს ხალხი და პირად კონსულტაციები გვაქვს, აუცილებლად აი როგორ ავხსნა, საშველი უნდა ვნახო, მივხვდით? ტყუილად კონსულტაცია მე არ მაქვს. ვერავინ ვერ დამიკომენტარებს, რომ დავასრულე კონსულტაცია, მე ამით დავასრულე და დავიმშვიდობე. არა. მე გამოსავალი უნდა ვნახო. მე კონსულტაცია რისთვის გვინდა თუ გამოსავალი არ ვნახე? ადამიანი რომ მირიცხავს თანხაზე ადამიანს ჩემი იმედი აქვს, მე ხო გამოსავალი უნდა ვნახო. ზღაპრები მოყვე? და მივიჯაჭო და მე კიდე 10 დღეში დამირეკოს კიდე მყავს ესეთებიც, კი ბატონო. მაგრამ ჩვენ აზრიანი 10 დღიანი გაშლები გვაქვს და ორკვირიანი. ის სხვა რაღაცა. იმათმაც იციან ჩემი მიდგომა. ამიტომ მე ესე ვერ ვიზა ყოველ დღე მე ვკიტაროთ ვიდეო კონსულტაციები ონლაინით და იმედი მოგცეთ ტყუილად და ამ დროს თავზე ჩამომხობილი იყოთ და ყოველ დღე მისტიროდეთ და ჩემ ვიდეოს ელოდებოდეთ. არა, ჩემო ძვირფასებო, მე მსგავს რამეს არ დავუშვებ. კი ბატონო, პირად კონსულტაციის მერე რომ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, ეს საჭიროა, აბა რა, პირიქით, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მაგრამ ის რომ მე ესე ლაივები ვატარო და ონლაინით წერო და დავასრულო, მერე ახლა ხვალე, აბა, დღეს ყვავილები მოაქვს, ხვალე საჩუქრები. ეს არის აბსურდი და აი ამ ტყუილს არ დაუშვებ. ამიტომ ვისაც გნებავთ უსმინეთ, კი ბატონო, მაგრამ ჩემთან მსგავს რამის ვერ გაიგებთ. რასაც ტვირთავ, ის არის რეალობა და აი ამდენს რასაც ვსაუბრობ, ვიღაცამ დამიკომენტარა ადრე მახსოვს, რომ ესო პირდაპირ ვიდეო დაიწყეო. ეს არის კარგი პირდაპირ ვიდეო დავიწყო და ეს გიხარიათ? არ უნდა გითხრათ რა მხელა პრობლემები და რა ხდება საერთოდ ქვეყანაზე და შეიძლება რომ მეორე თქვენ იყოთ, მესამე თქვენ იყოთ ამ შემთხვევებში? რა ვიცი, თუ არ გაინტერესებთ, თორე ახლა კარგად იცით იუთუბერს არაფერი არა, აქ შემოსავალი აქვს არაფერი. მე ყოველ შემთხვევაში მე არ ვდები ისე ხშირად ვიდეოებს, რომ რამეს ველოდებოდი, მე არაფერს არ ველოდები და მით უმეტეს ჩემი კონსულტაციები იციან, თლიან გულს და სულს ვიღებ, მაგრამ არ დავუშვებ, რომ ადამიანი გამოსავლის გარეშე გაუშვა. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. კარგახას მე ამ საკითხზე აღარ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, დანარჩენი ვისაც რა პრობლემა გაქვთ, ეგ უკვე პირადში მომართეთ 59977272657 WhatsApp, Viber, Telegram და ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, ვერ ვპასუხობ ხოლმე, ცოტა გვიან ვპასუხობ, მაგრამ როგორც კი ვნახავ ვიპასუხებ. კარგით, გადავიდეთ ვიდეო კონსულტაციაზე და ხვალ მოდის სიყვარულის დღე და მე მინდა რომ ზოგადად კი ბატონო, რას მოიტანს ხვალინდელი დღე, ვისთვის ახალი ურთიერთობა, ვისთვის ძველიდან, მიხვდით, ორივე განვიხილოთ, რას მოიტანს ხვალინდელი 15 აპრილის სიყვარულის დღე. და ფიქრობ, თუ დამჭირდა რაიდერითაც დავაზუსტებ, მაგრამ მოდით ამ დასტით გავშალოთ. ამიტომ მე არ ვიცი, ყველამ თავის თავზე აგვეს პასუხი, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ არც ტყუილს დავუშვებ, არც არასწორს დავუშვებ და პირიქით, უფრო მეტად გავძლიერდი, რომ ამ ადამიანებს დავეხმარო და კიდე მეტის გავაკეთებ, როგორც შემეძლება. ამიტომ
ჩვენ დასამწუხაროდ გამზვინვარებულია სიბოროტე. მაგრამ თქვენ ვინც მისმენთ, ვინც აი ესე ჭყალებში ახიეთ, წლობის ურთიერთობის მქონე ადამიანები, მამაკაცები და ქალები, ვინც მისმენთ, იმათ გასაგონათ, როდესაც ვართმევთ, თქვენც გართმევენ, ეს იცოდეთ, მაინც არ შეგრჩებათ. მიხვდით, აი ეს გაითვალისწინეთ. სამყაროს როცა რაღაცას ართმევთ, ის არ შეგრჩებათ, ჩემო კარგებო. ამიტომ აიხედეთ მაღლა, ღმერთი მაღლიდან იყურება, მით უმეტეს ძალიან მძიმე კვირა ღმერთი მაღლიდან იყურება და ესეთ რაღაცას მოვიკადრებთ, ხო? დაილია ქვეყანაზე კაცები? გინდა ქალები. მოდით, რას ვუყურებთ? ეს ცოტა მაინც ხელმოდი ეს დავდებ. ვის ვუყურებთ ჯერ ნახოთ, რა ურთიერთობას ვუყურებთ, ხო? შემდგომ მეორე 3 არკანით. ვისთვისაც ახალია ეს ურთიერთობა, რას უნდა ელოდოთ ხვალინდელ დღეს? შემდგომ მესამე, ძველ ურთიერთობასთან დაკავშირებით რას უნდა ელოდოთ წარსულიდან და 2 არკანი ერთი საკითხზე ამოხდა. და რა თქმა უნდა, რჩევა რა იქნება. და ურთიერთობას ნახოთ, ვის უყურებთ, ან რას უყურებთ, თითით. ვის რა ურთიერთობებს უყურებთ და ზოგადად რა სიტუაციას უყურებთ და კი ბატონო, აქ არის მდგომარეობა, დამოუკიდებელი ქალბატონები, დამოუკიდებელი მამაკაცები, განქორწინებულები, შეიძლება უბრალოდ პარტნიორობაში მყოფი და დროებით დაშორებულები, ზოგი უკვე ახალ ურთიერთობაში მყოფი, ყოველ შემთხვევაში ფინანსურ მხარეში, ნახეთ, ფინანსური კუთხით ყველაფერი რიგზია და დალაგებულია. რო გითხრათ, ეხლა კონკრეტულად რაიმე ფინანსებში პრობლემა და რაღაც არ გამორიცხავ, რა თქმა უნდა, სამსახურეობრივ ურთიერთობას და მამაკაცისთვისაც, ვისთვისაც აი ამ წუთას თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხართ ქალბატონი, რომელიც ცეცხლი, ქარიზმა, სექსუალურობა, აი ყველაფერი საუკეთესო, რომელსაც აფრქვევთ, მზესავით წავთ ამ მამაკაც, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, აი რას უშვებით ამ კაცს. მე ვფიქრობ, რომ აქ ეხლა ახალ რასაც უყურებ, ახალი ურთიერთობებიც არის წამოსული და ძალიან კარგია და მომწონს, რომ რაღაცნაირად წარსულს გადავაბიჯეთ, ხო? მინდა გითხრათ, რომ ცუდ სიტუაციას არ ვხედავ, ეხლა რო გითხრათ, რომ კონკრეტულად რაღაცა, ძალიან ცეცხლოვანი და უკვე ურთიერთობაში მყოფები ვართ. კი ბატონო, არც მაგას არ გამორიცხავ. შეიძლება ვართ ურთიერთობაში უკვე მყოფები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესთან მე რასაც უყურებ ეხლა, ზოგი კი ბატონო განქორწინებული და უკვე ახალ ურთიერთობაში მყოფები ხართ, ზოგი შეიძლება ჯერჯერობით ურთიერთობაში არა, მეორე ვარიანტი ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ ფინანსებში რაღაცნაირად წინ წამოვედით, კარიერაში რაღაცნაირად წინ წამოვედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მზის არკანით რაღაცა სიახლე, რაღაცა ახალი, არ ვიცი, ზოგმა შეიძლება სამსახურის თემა, რაღაცა ახალი დაწინაურების სიტუაციები შეიცვალა და რაღაცა კარგი სიახლეები წამოვიდა და სხვა შორის მე კმაყოფილი ვარ, ეხლა არკანები რაღაცნაირად ხელს მიწყობს მშვენივრად და ახალ ურთიერთობაში მყოფებს რაც ეხებათ, ვინც ეხლა დაიწყეთ რაღაც ახალი ურთიერთობა და აი რაღაცა რამდენიმე თვის გაცნობილი რო ყავს ადამიანის შეხვედრები ან კვირეების გაცნობილი, ნახოთ ხვალინდელი სიყვარულის დღეს, რა გველოდება? ოღონდ ეს ახალ ურთიერთობაში მყოფ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში სიტუაციას, რასაც უყურებთ ამ მამაკაცისთვის ძალიან ბევრს წარმოადგენთ. როგორც კვერთხების დედოფალი, აი არ ვიცი, კიდევ იმეორებ ხა პენტაკლებში აქ იმდენად თვითკმარი ხართ და კარგად აი ხვდებით სამსახური რო გვაქვს ყველანაირად ჩამოყალიბებული რამე, ცუდ სიტუაციაში არ ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ გამოვრიცხავ, ზოგი დამოუკიდებელი იყოთ და შეიძლება სულაც არც ქმარს გაშორებული არ იყოთ, ეხა საჯაროა, ხო ჩემო კარგებო, გაშლა ეხა აქ 1000-დან შეიძლება 2-ზე რეზონირდეს. ამიტომ ნახეთ რის თქმა მინდა სიტუაციურადაც ცვლილებებს ხედავ, მიხვდით? და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგი მარტო მყოფ სიტუაციაში იყო 9 პენტაკლებში, მაგრამ აქ მე მაინც რაღაცნაირად მგონია, რომ რაღაცა ახალი დავიწყეთ, რაღაცა ძველს დავემშვიდობეთ, რაღა პირველ მეოთხედით არის სიტუაცია, ერთი სიტუაცია გადავლახეთ და რაღაცა ახალი სიტუაცია დავიწყეთ, მაგრამ და სამყარომ რა თქმა უნდა, სამყარო როგორც თვლის საჭირო ზუსტად დაალაგებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ ხელები არ გავამოძრაოთ
და ყველაზე მთავარი, ხვალინდელ დღეს რა გველოდება ახალ ურთიერთობაში, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ვინც ახალ ურთიერთობაში ვიმყოფებით, მინდა რომ დაგანახოთ, არც გამოვრიცხავ, აქ ზოგი უკვე ქურუმი ქალის არკანით, ზოგი მეუღლესთან დაშორებული, კი ბატონო, მაგრამ ყველაზე მთავარი მარტო დაშორებას დავანებოთ თავი, როგორც იდუმალი ქალი, საოცარი ქალი, რომელსაც იცით როგორ უთმობენ მამაკაცები, აი როგორ თმობს ეს ახალ ურთიერთობაზე ვსაუბრობ, მე ეს გაიაზრეთ კარგად, აი რო არ უნდა თქვენთან კამათი რაღაცას რო იტყვით და იმ წუთში ჩუმდება, ნახეთ, იმპერატორია ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიხარია, რომ მე არ გამოვრიცხავ აქ ეხლა ჩემი წმენდის შემდგომ, ან შუა წმენდებში, აი რა პერიოდშიც ეხლა ვიმყოფებით მესამე პირის ჩახსნებით და სიტუაციებით, რა აიქიდანაც მიყურებდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ასე ვთქვათ, მეგობრები, მაინც ესე ვთვლი, აღარა ვართ ჩვენ პაციენტი, ექიმი. და მიყურებდნენ, რომლებმაც უკვე ახალი ურთიერთობა დაიწყეს ზოგისთვის. ნამდვილად გამოჩნდა ახალი სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, კი ბატონო, ეხლა მე ძველი კონკრეტულად ცალკე ამოვიღე წარსული, იმიტომ რომ მე ეს ცალკე მაინტერესებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმპერატორად გვევლინება ჩემო ძვირფასებო, საოცარი ვერძის თავა იმპერატორი, ხო? როგორი სიტყვა ძუნწი, ორ სიტყვა სიტყვის, მაგრამ იქ წერტილია დასმული, ვგიჟდები იმპერატორის არკანზე, ჩემო საყვარლებო. მაგრამ თქვენ ქალი, რომელსაც თავს იშვიათად ანებებენ მამაკაცები, იმდენად დიდი ენერგიების და არ გამოვრიცხავ, ბევრი კოლეგა მიყურებდეთ, ხო, ეხლა ჩემი მოსწავლეებიც მიყურებენ, შეიძლება და უკვე კოლეგები, ასე ვთქვათ, პოტენციური. აქ სიტუაციები, რა თქმა უნდა, იცით როგორ არის ქურუმით, აი ვგიჟდები ქურუმზე, აი ქურუმის ეშინიათ, იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ რაღაცა ხა რადგან კოლეგა პირიქით, ძალიან განათლებული, ძალიან განვითარებული, ძალიან ცალსახად ჩამოყალიბებული ქალბატონი, რომელიც როგორ ვთქვა, რომლის განაწასვლა ძალიან რთულია, იშვიათად, არ ვიცი, ალბათ რაღაცა ძალიან ურთულესი უნდა მოხდეს, რომ მისგან წავიდე. ყოველ შემთხვევაში, ახალ ურთიერთობაში მე თქვენ მომწონს ხართ. ძალიან დადებიც გვეუბნება ტარო, მზიანი სამეფოს ტარო და რადგან იმპერატორად გვევლინება ახალი ურთიერთობა, მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გაუშვით, გახსენით ბლოკები და გაუშვით ჩემო ძვირფასებო და მიეცით საშუალება ამ ახალ ურთიერთობას თქვენთან შემოვიდეს. მიხვდით, აი ეს დაძაბულობა მოხსნათ, ეს წარსული სტრესი და წარსული დეპრესიები მოხსნათ. კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცი, ზოგი შეიძლება ჩასწავლოს არ წარსულზე, მაგრამ ზოგმა აქ როგორ ჩანს დამიჯერა და სიტუაცია შეცვალა და ახალ ადამიანს მისცას ჩანსი. ყოველ შემთხვევაში იმპერატორი ესე მარტივად არ ამოვიდოდა. და თუ ჯერ არ მიგიცეთ ჩანსი, უნდა მისცეთ ჩემო ძვირფასებო. ეხლა ვნახოთ ძველ საკითხი წარსულიდან. ანუ როგორ გითხრათ, დადებითი, ხვალინდელი დღე ძალიან რაღაცა დადებითია და რაღაცა კარგი პოზიტიური არკანებით წამოვიდა და აუცილებლად ამწერეთ კომენტარებში, გნებავთ პირადში მომწერეთ, ეს იმპერატორი ხვალე რას ვეფრის დაგიკეთებთ, სავალდებულო არ არის აქ, მიიღებთ ისე რომ საჩუქრები და მანქანები და რაღაც არა. მანქანებს ჩუქნიან, მაგრამ მეორე დღეს სხვა უზით იმ მანქანაში. ამიტომ მე აქ რა თქმა უნდა ადამიანურ ურთიერთობებს გულისხმობ და მატერიალური აბსოლუტურად გადაციეთ ბოლო პლანზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მატერიალური ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომენტალურად ხვდებით ვინ აი როგორ ავხსნა რა, აფერისტიც არ მინდა ვთქვა, აი მოჩვენებითად იქცევა ისე და ვინ კიდე პირიქით, მიხვდით? ეხლა რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში ახალ ურთიერთობას მიცით ჩანსი, ხვალ რაღაც სიახლეები გელოდებათ ჩემოკარგებო. და ეხლა ნახოთ ძველი სიტუაცია, ნუ ეჭვიც არ მეპარებოდა, მოდი ეხლა მე დავამატებ სამარკანს ძველ სიტუაციაზე. ხვალინდელ დღეზე, აბა, გავახსენდებით თუ არა. ხვალინდელ დღეს, სიყვარულის დღეს. აი მე რასა შეხედეთ როგორ ენატრებით და აი ეჭვიც არ მეპარება. ცოლ განაშვები, ან პარტნიორი ყავდა და დაშორდა, ან მესამე პირის გამო დაშორდით, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში განქორწინებაში მყოფ მამაკაცია, ვინც არის ახლა თქვენი წარსულიდან, როგორ ნერვიულობს, როგორ დარდობს, როგორ ილუზიებშია ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ იღად ადგეთ და იდგეთ და მთელი დღე ელოდოთ. არა,
ნამდვილად ნერვიულობს, ნამდვილად განიცდის, კი ბატონო, რაღაცა უნდა რომ შეცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ 4-იანის ხმლებში ერთ ადგილას გაჩერებული და ყველაზე მთავარი იცით რა არის, სანამ ეს ერთ ადგილას არის გაჩერებული, სხვა მოქმედებაშია. სხვა ადამიანები მოქმედებენ და რა თქმა უნდა წინაც მივდივართ. აი ამიტომ არის რომ წარსულს არ უნდა მივუბრუნდეთ და არ უნდა მივტიროთ. სანამ ეს რაღაცას მოიფიქრებს, თქვენ უკვე ახალ პარტნიორთან ან სიურპრიზს მოგიმზადებთ, ან სადღაც გახვალთ ბარში, კლუბში, ხო? ხვალინდელი დღე ვიცით ჩვენ რომ საქართველოში ოფიციალურად აღიარებული სიყვარულის დღეა, რომელიც პატრიარქმა საკურთხა, ხო? ამიტომ მე ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს პირადად. და უდიდესი, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ და 10-იანი თასებით აი ეს ურთიერთობა ენატრება, ნამდვილად ვერ მოგატყვევთ, როგორც ჩანს აქ დიდი დრო გავიდა, უკონტაქტო სიტუაცია, პაუზური სიტუაცია, გაჩერებული სიტუაცია და კი ბატონო, ნამდვილად ენატრებით ადამიანს, ნამდვილად ილუზიებში ადამიანი და სამწუხაროდ ვერ ფიქრობს, ვიცით ხო, პენტაკლი როგორი მძიმეა, ვერ ხვდება როგორ ასე ვთქვათ, აი რაღაცა როგორ შეცვალოს, რომ რაღაც თავიდან დაიწყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან გვიან არის ბევრთან და რა რჩევაში როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ძალიან დიდი გულის ტკივილი გაიარეთ ჩემო ძვირფასებო, თუ არის არკანით აქ ძალიან ბევრთან, რა თქმა უნდა, არც გამორიცხავ კი არა, დარწმუნებულიც ვარ, მაგლის ხელიც ურევია, სწორედ ამან მოგაყენათ აი ესეთი გულის ტკივილი, სამიანი ხმლები გვისრულებს და მთვარის არკანი, მაგრამ ყველაზე მთავარი თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ და გეტყვით. თქვენ გზა უნდა მისცეთ ახალ ურთიერთობას, კი ბატონო, თქვენ უნდა მორწყათ ის ყვავილები, თქვენ რომელიც ეხლა ამ წუთას ხელ გეწიფებათ, აი როგორ გითხრათ, ეხლა რაც გაქვთ ხელთ, აი ამ ახალ ურთიერთობას, აი ამ ახალ იმპერატორს, რომელსაც კვერთხების მეფის თვისებები აქვს, საოცარია იმპერატორი და კვერთხების მეფის თვისებები, ეს ადამიანს უარი არ უნდა უთხრათ და ახალ ურთიერთობას უნდა მისცეთ ჩანსი. თუ არ გინდათ რომ ისევ 5-იანის თასები და 5-იანის ხმლებში დაბრუნდეთ. ძალიან რთული პერიოდი გაქვთ გამოვლილი, ურთულესი მდგომარეობა გაქვთ გამოვლილი, ძალიან ბევრი ტირილი და მე ზუსტად ვიცი, ვისაც ეხება კიდე ეს ვიდეოები, თვითონაც მიხვდებიან და თუ ახალი ურთიერთობა გამოჩნდება, აუცილებლად მიეცით ჩანსი ჩემო ძვირფასებო ახალ ურთიერთობას. დანარჩენი ნელ-ნელა მოიტანს სიტუაციურად ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ ეტაპზე უკაცრავად თანგაცრებული ვარ ძალიან, შეგიძლიათ ურთიერთობას მისცეთ ჩანსი. ყოველ შემთხვევაში კი ბატონო, წარსულიდან მოგტირით, შეიძლება მოგილოცოთ კიდეც, არ არის გამორიცხული, მაგრამ ძირითადად აი ამ ილუზიებშია და აი ამ ფიქრებშია თქვენთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში თქვენ თუ არ გინდათ რომ ისე გული გეტკინოთ, თუ არ გინდათ რომ ჩიხში, გაუგებრობაში 4 კედელშუა თავი ურტყათ კედელს და აი ესე გეტკინოთ გული როგორც მაშინ, წინათ ხო, სწორედ იმპერატორი და კვერთხების მეფის თვისებები, საოცარი შეხედეთ, საოცარი, აუცილებლად მიეცით ახალ ურთიერთობას შანსი ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში ის რომ აბსოლუტურად გადაგავიწყებთ აი ამ წარსულის ტკივილს. რა თქმა უნდა, ეხლა კიდევ იმეორებ ინდივიდუალური გაშლაზე იქ ყველაფერს რეალურად ხედავ, ხო, ეხლა ეს არის საჯარო და ყველასთან ვერ რეზონირდება. აი ამიტომ მინდა რომ ზუსტად და სწორად მიიღოთ თქვენზე მორგებადია და რეზონირებადია თუ არა ეს ვიდეო. ეს იყო დღევანდელი ჩვენი კაშლა, გისურვებთ წარმატებებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, წარსულიდან მოგილოცავთ თუ ახლანდელი მოგილოცავთ თუ შეხვედრას გთხოვთ თუ რა იქნება, ყველაფერს ველოდები კომენტარებში ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა პირადი კონსულტაცია, წყაროს შესწავლა, წმენდები, მესამე პირის ჩამოშორება, ნეგატივის ჩამოშორება, აბსოლუტურად მოხსნა და მესამე პირის ბლოკებში ჩაგდება. წერთ 59977262557 WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი და აი ნახეთ, ისევ იმპერატორმა დაასრულა. ეხლა დაგიმშვიდობებით, მიყვარხართ ყველა ჩემო ძვირფასებო დროებით.